თბილისის მერიამ ავტობუსების გაჩერებაზე ელექტრონული მაჩვენებლების მონტაჟი დაიწყო პირველ ეტაპზე თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი 20 მაჩვენებელი დამონტაჟდა. აგვისტოს ბოლომდე კი მგზავრებით ყველაზე მეტად დატვირთულ 450 გაჩერებაზე მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ზუსტად განსაზღვროს სასურველი მარშრუტის დრო. სტაბილოები ადამიანს ეუბნება ონლაინ რეჟიმში აბსოლუტური სიზუსტით, როდის მოვა ავტობუსი. წერია ნომერი და რამდენ წუთში მოვა. შესაბამისად ადამიანის გასაგები ხდება, თუ თქვა წერია 10 წუთი, 10 წუთის დიაპაზონში რაღაც დამატებით შეუძლია გააკეთოს. გავიდეს გაჩერებიდან, დაბრუნდეს და ასე შემდეგ. დაახლოებით იგივე ეფექტი ექნება ამას, რა ეფექტიც მოიტანა შუქნიშნებზე ციფერბლატების და წამზომების დაყენება. ბევრად უფრო, ესე ვთქვათ, სტაბილური გახდა, ბევრად უფრო ნაკლებად ნევროზული გახდა გადაადგილება და დარწმუნებულია ასეთ შემთხვევაშიც ის იქნება, როცა ადამიანმა იცის რა დროში მოდის ავტობუსი, დაახლოებით იგივე რაც მეტროში ეს სისტემა უკვე არსებობს. დღეიდან უახლოესი დღეების განმავლობაში ყველა მარშრუტებზე განლაგდება ესეთი ელექტრონული ტაბლოები, რაც რა თქმა უნდა გააუმჯობესებს თბილისში მგზავრების მომსახურების ხარისხს და ასევე რაც აღსანიშნავია, ეს საინფორმაციო ტაბლო არის ორენოვანი და აქ მიმართულება იწერება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს თბილისში ჩამოსულ ტურისტებს ქალაქში გადაადგილებას. ძალიან კარგია, ძალიან ხელსაყრელი და მithumetas ადამიანისთვის, რომელიც ელოდება ტრანსპორტს, იცის რამდენ წუთში მოვა. მისი ტრანსპორტი ან გადაждდება სხვა ტრანსპორტზე, ან ისარგებლებს ამით და ძალიან კარგია და ძალიან თანამედროვეა.